117,000-ით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა. ეს არის გადაშენების რაზეც ამ კაცმა დაგვაყენა. 5,200-ით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა ასეთ პატარა მუნიციპალიტეტში. ეძებენ სანთლით ბავშვს, რომ პირველი კლასი გაიხსნა. ქუთაისი აღარ არის, ანუ ქუთაისში ყველა სახლი გამოიკეტა და წავიდა. ბიძინა საყვავებული საქართველოსი, გადაშენების გზაზე დაყენებული საქართველოსი. ვიღაცა მოკვდა, დაიძინა და ვერ გაიღვიძა და თბილისში კატასტროფა ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია აბსოლუტურად უძლურია. ან შეთანხმებულად მოქმედებენ, ვინ ბარიგობს, მე ამღები ვინ არის და ყველაფერი დაისააგდ რა, მე არჩევნები მოდის დაუძახებენ ახლა. სკოლის მოსწავლეებიც ჩართულები არიან ამაში. მას შეუძლია რომ მოკლა ჩვენი შვილა ბავშვებს კლავს. ფული აღარ დაგჭა, რა უნდა გააკეთო? ეს გაჭირვებული ხალხი თავისი თვალით უნახავს და ბავშვი რო გიყურებს ცრემლიანი თვალებით. ამასობაში კულტურის მინისტრმა 41,000 ლარი ორ ჩანტაში გადაიხადა. და 100 მილიონი საზოგადოებრივ მაუწყებელს. საძინებელში ყურებაში, ესე იგი ვიღაცეების იმის ყურებაში იხდის მილიონებს 200 მილიონი რო დაწვა, ღუმელში რო დაწვა წელიწადში, ალბათ ვერ დაწვა. ყველა მიცის ვინ ვის მისცა ხმა. აკეთ ხალხი ბოიკოტია და შენ შედიხარ არჩევნებში ჯერა რომ ლელო ამ არჩევნებში არ შევა. 26 და 27 ქუჩების რეაბილიტაცია სასწრაფოდ საჭირო. თელავის მე გასაცნობი ყავს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ არ გამოგიწერიათ, ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის თუ გამოიწერთ, უფასოდ შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ ყურება. თუ არ გამოიწერთ, ვიდეოს ბოლოში დაგეწერებათ რაღაცა თანხა, ალბათ. იმიტომ რომ ძვირი ჯდება ჩვენი გადაცემის ყურება. თუ გასერიოზულდით, მართლა ეგრეა. მოკლედ დღეს ჩვენი სტუმრები არიან გენიალური ახალგაზრდები, ძალიან მაგარი ადამიანები. ბატონი ცოტნი აბესაძე წარმოადგენს ტყიბულს, ჩემგან ხელ მარჯვნივ გიგი გიგიტელაშვილი წარმოადგენს თელავს და დღეს გვექნება დაპირისპირება პრობლემებთან დაკავშირებით თელავსა და ტყიბულს შორის. ოღონდ წინა საუბარი რაც შედგა ჩვენ შორის, ტყიბული დაწინაურდა, იმიტომ რომ თელავი ამბობს, რომ არანაირი პრობლემა თელავში არ არის. აქამდე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პოდკასტები იყო და ჩვენ ვეცდებით, რომ დღევანდელი პოდკასტიც საინტერესო გამოვიდეს. ხო, ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტებშია და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევებზე. ადგილობრივი თვითმმართველობა მნიშვნელოვანია ზოგადად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოსთვის, მაგრამ სამწუხაროდ ქოცების და ბიძინას მმართველობის ავტოკრატიული მმართველობის პირობებში ფორმალობაა და იმ მიზნებს ვერ აღწევს, რა მიზნებიც ადგილობრივ თვითმმართველობას რეალურად უნდა კონდეს და აი ამ საკითხებს განვიხილავთ, მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტების კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით. ავტოპილოტზე, ნაციონალი არის ავტოპილოტზე, ეგრევე რო იწყებს ლაპარაკს მუნიციპალიტეტი თელავი კურდღელაური და წავიდა რომ გლობალური პოლიტიკა რაღაცა ბიძინა არ ვარგა, ანტიდემოკრატიული, მოკლედ გიგიტელ, კლასიკური გაგებით ნაციონალურ მოძრაობის აქტიური ლიდერი, ახალგაზრდა ადამიანი. აი ავტოპილოტზე გაგვირდაბე. ხო, 40-ზე და ესა რა, არ არის დემოკრატია ქვეყანაში. არ არის. მოგესალმებით. დავამტკიცებ რომ არ არის. გამოიწერეთ ხაბეს პოდკასტი. ეხა გიგიტელმა კადრს ვიღმა თქვა რომ პრობლემები მოგვარდა, თორე კადრი როგორც ჩაწერა დავიწყოთ, ეგრევე ავტოპილოტი ჩაერთო და ბევრ საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ, თან იუმორისტულადაც, მაგრამ თან ასევე შევეხებით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებსაც, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტებში გვაქვს. დიდი დაპირისპირება იქნება თელავსა და ტყიბულს შორის. თელავი გურჯაანის ამბავი, იმიტომ რომ მე წინ რაც უსწრებდა სანამ ვიტომ კადრი გაასწორა, ეს რაღაცა დაკიდა ხან რაღაცა ის ფარდა ჩამოკიდა თუ განათება გააკეთა, მანამდე თქვენ დახოცეთ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთს ხოცავთ ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში სინამდვილეში ერთნაირად ხედავთ და ერთნაირად ვაფიქრებთ და ერთნაირად ნახავ მაგას არ გინდა. ერთნაირად ხედავთ როგორ შეიძლება მოგვარდეს ის პრობლემები, რაც ჩვენ მუნიციპალიტეტებში. აი, მოდი, ესეთ რაღაცას დავიწყებ რა. პირველი კითხვა მექნება თქვენთან და ნახოთ აბა, ესე იგი რა პასუხები გექნებათ. საქსტატმა გამოაქვეყნა რამდენიმე 2 დღის წინ გამოაქვეყნა ესეთი ინფორმაცია, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში გაიზარდა. გილოცავთ 2170 ლარი გახდა საშუალო ხელფასი. აი, გიგიტელი რასაც ლაპარაკობდა. ყველაფერი ყვავის და კარგად არის. ოღონდ ეხა გეტყვის სხვათა შორის რა ხდება, ნახე. კახეთში საშუალო ხელფასი, ანუ თქვენთან ბატონო გიგიტელი საშუალო მაღალი იქნება, ვიდრე ხელფასი არის 1378 ლარი, ანუ საშუალოდ თქვენთან კურდღელაურში, თელავში და ნუ სხვა შემოგარენ კახეთში საშუალო ხელფასი არის 1378 ლარი. ხო და იმერეთში არის მართალი ხარ უფრო ცოტა. ოღონდ 1321 ლარი, თელი რაღაცა რამდენი ლარი აქვს დაახლოებით 60 ლარით, 50-60 ლარით გაჭრილია. მუნიციპალიტეტებით არ არის ჩაშლილი?
თქვა ჩაშლილი არ თორე დარწმუნებული ვარ თელავი ბევრად წინ იქნება და ტყიბულს ალბათ კიდევ უფრო ნაკლები იქნება. არა, ვერ დაგეთახმები. აბა დავიწყოთ ამაზე რა 1300 რაღაცა ლარი არის. ნუ ეს ხო ეხა სერიოზულად რო ცოტა სერიოზულად რო საუბრობთ გეუნები. 2000 გადაცდა ხო ეს 2170 საშუალოდ. ხო. ეს საშუალო ციფრი როგორ გამოდის? საქართველოს ბანკის დირექტორი ვინმე გაჩეჩილალეს 16 მილიონი აქვს ხელფასი და კურდღელაურში გიგიტელას მეზობელს შენ მეზობლებზე კურდღელაურში გიგიტელას მეზობელს 600 ლარი და იქ 16 მილიონს შეუბარდებენ იმ 600 ლარს გამოიყვანენ საშუალო არითმეტიკულს ხო და ესე გამოდის აი ეს 2000 ლარი სინამდვილეში ეს ხო აი ტყიბულის მაგალითზე მითხარი რა ხდება იმერეთში გვაქვს 1321 ლარი საშუალო ხელფასი აი შენ რა მუნიციპალიტეტში გიზავთ სხვათა შორის მაყურებელს უნდა ვთქვა თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც წარმოადგენთ ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოებში და ხართ გამარჯვებული მაჟორიტარები მე მართლა დედას გებიცები გულწრფელად გეუბნებით მე თქვენეერი ადამიანები რო არიან ასე ვთქვათ აი ამ ბრძოლაში და ნაციონალურ მოძრაობაში მე მაგალითად ვამაყობ ამით იშვიათი ადამიანები ხართ რომელმაც საქართველოს მასშტაბით 2021 წელს მოახერხეთ და მოუგეთ ხოცებს რასაც ახლა ლელო აპირებს რომ გამოგლიჯოთ ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს ეს 4 წლის წინ ჩვენ თელავში ხო ცოტნე მხურა გამოგლიჯა და მე კურდღელაური მაგრამ დემოკრატია მაინც დემოკრატია ხო ამით არაფერი არ შეცვლილა საქართველოს ბანკი ვახსენეთ თუ არა რეკავს უპასუხეთ მართლა ამ წუთში დამირეკა დირექტორმა ეს თუ რეკავს საინტერესო ვაგე აბა რა უპასუხე რა რეკავს ხო იმალოს ვალი რამდენი მერე გადაურეკა მითხარი მოკლედ 1300 ლარი აქვს 1000 შენთან თითქმის 1400 ლარია საშუალო ხელფასი თელავში რა ხდება კურდღელაურში როგორ ცხოვრობს ხალხი ბედნიერად არა ხაბე ნახე რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული იმიტომ რომ თუ მე გადავხედავ მაგალითად ჩემს სამეზობლოს თითქმის ყოველი მეორე ოჯახი შეიძლება ყოველი მეორეც არა უფრო ყველა ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის წასული ემიგრაციაში და ეს ადამიანი ინახავს აქ აი რამდენი ადამიანი ცხოვრობს კურდღელაურში კურდღელაურში 4000-მდე 4000 ანუ 4000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან შენაბო რომ ყველა ოჯახში ფაქტობრივად ყოველ მეორე ოჯახიდან ერთი ადამიანი არის 4000 ადამიანი ალბათ 1200 ოჯახი 1500 დაახლოებით კი 1200 ოჯახია დაახლოებით კი და დაახლოებით 500-600 ოჯახიდან ამ უფრო არიან ემიგრაციაში. კი 500-600 ადამიანი ალბათ ჩემს სამაჟორიტარო ოლქიდან იქნება ემიგრაციაში და აი ეს არის მთავარი შემოსავლის წყარო ამ ადამიანებისთვის რომ უბრალოდ თავი ირჩინონ. აი ამ 1200 ოჯახი აი 4000 ადამიანიდან როგორ ფიქრობ აი 1000 საქსტადი რასაც წერს რომ აი კახეთში მაგალითად 1400 ლარი თითქმის რომ დავამგროვოთ 1378 ლარია. აი რამდენ ადამიანს ექნება ხელფასი შენს სამაჟორიტარო ოლქში ხო არის ეგეთი 1400 ლარი რო ხელფასი არა გამორიცხული აბსოლუტური ტყუილია იმიტომ რომ ეს დათვლა როგორც ხდება ამ საშუალოს გამოყვანა როგორც ხდება ეს არის აბსოლუტურად მცდარი და ეს ცოტნე מחსნა არ არსებობს ესეთი რამე რომ ადამიანების საშუალო ხელფასი იყოს ნუ სავარაუდოდ საშუალო ხელფასი არის ჩემი აზრით 500-დან 600 ლარამდე და ძირითადად ეს ადამიანები დასაქმებულები არიან სხვადასხვა მომსახურების სფეროში ქსელურ მაღაზიებში ბენზინგასთან ზუსტი რაოდენობა არ ვიცი სოციალურად დაუცველების მაგრამ აი პირობითად 1200 ოჯახიდან რამდენი იქნება? ნუ სტატისტიკურად თუ ავიღოთ 30%-ია სოციალურად დაუცველებში, ესე იგი 400 ოჯახი მაინც 300-400. ნუ შეიძლება ცოტა უფრო მცირე იყოს, ხო, 300 ალბათ 200 ოჯახამდე მაინც იქნება სოციალურად დაუცველი. ხო, ეს მე ხელისუფლებას აწყობს, რაც უფრო მეტი არის სოციალურად დაუცველი. მათ შორის კი, ბევრად უფრო მოწყვლადია და მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები, შექმნეს ხელოვნურად ხელოვნურად სამუშაო ადგილები მაგალითად ერთ სასაფლაოს ყავს 10 დამლაგებელი და ეს ადამიანები არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ, არანაირი დავალებები არ აქვთ, არაფერს არ აკეთებენ, იღებენ ყოველთვიურად 300 ლარს. ანუ ოცნების კოორდინატორები არიან. ოცნების კოორდინატორები არიან იმისათვის, რომ შემდეგს არჩენოთ ეს ადამიანები გამოიყენონ და ნუ ესაა მთავარი კოცების მთავარი დასაყრდენი რეგიონებში არის ეს და ასეთი ადამიანები არიან კოცების მთავარი დასაყრდენი. ნუ ბიზნეს მთავარი მიზანიც ალბათ ეს იყო, რომ ეკონომიკური მდგომარეობა
გაუარესებულიყო საქართველოში და შეიქმნა ფენა, რომელსაც მარტივად მართავდა, იმიტომ რომ მაღალგანვითარებულ ფენას, რომელსაც სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, მას ვერ უბრძანებ როგორ მოიქცეს არჩევნებზე ვის მისცეს ხმა, მაგრამ სოციალურად დაუცველს, რომელიც შენგან იღებს ყოველთვიურად სარჩოს, მას მარტივად მართავ. კი, მას მარტივად მართავ. მე მგონი დაწინაურდა რა. არა, აბა ეხლა ვერ დაგეთანხმები ხავე. 1300 ლარი ხო, ზოგადად ტრაგედია რაზე ვსაუბრობთ, რომელი რეგიონი უფრო გაჭირვებულია, ხო და ეს ციფრები ძალიან ცუდად გამოიყურება, იმერეთზე გაჭირვებული ალბათ მარტო გურია თუ იქნება და თან ციფრები არჩევნებში მიღებული ხმებით. სადაც უფრო გაჭირვებულია ხალხი, იქ უფრო დიდი პროცენტით იმარჯვებს ქართული ოცნება და მარტო გაჭირვება არის პირველი მხარდამჭერისა იარაღი ბიძინა ივანიშვილის ზუსტად სიღატაკე. და ჩვენთან ახლა საქსტატის მონაცემებს გეტყვი მეც 2024 წელს იმერეთში 452 ადამიანი ცხოვრობს, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში გეუბნები. აქედან ამ 452,000 ადამიანიდან 82,000 ადამიანი არის ოფიციალურად სოციალურად დაუცველი. 452,000-დან 82,000 ოფიციალურად სოციალურად დაუცველი. ერთი მაგდენი ალბათ რიგში იდგება რომ მომეცით სოციალურად და ხო ეს ვისაც არ აძლევენ ეს სხვა არის ხო ეხა სოციალურად დაუცველი ეს ხონიშა ეს ოფიციალურად მინც არის და შენ რო ჩამოიარო ეხა სოფლები ქალაქები და კითხო აი შენ თული თუ არა თავს სოციალურად დაუცველი უნდა გეძლეოდეს თუ არა ყოველი მეორე გეტყვის რომ არ მაძლევენ თორე როგორ არ უნდა მეძლეოდეს და ეხა უბედურება რაშია 2027 წლიდან 2024 წლამდე ესეც საქსტატის მონაცემებით 2017-დან 24 წლამდე ამ მოკლე პერიოდში 72,000 ადამიანით შემცირდა ზოგადად მოსახლეობის რაოდენობა. ესე იგი, სიკვდილიანობა გაიზარდა, შობადობა შემცირდა, მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 72,000-ით იმერეთის მუნიციპალიტეტებზე მაქვს საუბარი ჯამში და ეს ხო შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა და ამ პერიოდში 16,000-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა. ხო და აი ამას ვსაუბრობთ და ბიძინა ივანიშვილი საუბრობს რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დააწინაურა და ღარიბაშვილი რო გამოდიოდა რომ პირველ ადგილზეა ქვეყანა ევროპის ქვეყნებს გაასწრო გერმანიას, საფრანგეთს და ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველ ეკონომიკაზე გადავედით თუ ერთხელ ესეც ასეთი რაღაცას ახსენა და უშუალოდ ყიბულს რაც შეეხება ახლა ასეთ ციფრებს გეტყვი 2010 წელს აი სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის ბჭყალებში მმართველობის პერიოდში 2010 წელს გაჭირვებაში და შიმშილში ამათ რო კითხო ომიანობაში მიშამრო ტერიტორიები ჩააბარა და ომი მოიყვანა ქვეყანაში და შემდეგ ყიბულში დაიბადა 321 ბავშვი ხო 2010 წელს 2022 წელს დაიბადა 156 ბავშვი. ნახევარი 50%-ით ნაკლები. ხო, ეს 22 წელს, 24 წელს დარწმუნებული ხარ რომ კიდევ უფრო უკან მოდის. უკან წამოვიდოდა. 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში. ტყიბულის მოსახლეობა იყო 21,000. ამას მე კი არ წერ და შენ და ჩვენ ამას შევიდნენ და საქსტატი წერს. 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის 13 წლის მმართველობის თავზე 21,000-დან ტყიბულის უშუალოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა არის 15,800. ესე იგი 5,200-ით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა ასეთ პატარა მუნიციპალიტეტში. ხო და ეს ხო არის გადაშენების გზა, მეტი რა გზაა? ეს არის გადაშენების გზა, რაზეც ამ კაცმა დაგვაყენა. გარდა რუსეთის გზისა, რასაც ახლა ვიძახით, ჩრდილოეთის გზისა, იზოლაციის, რასაც ვიძახით, ევროპის გზასა გვაშორა, ხო? თან დაგვაყენა გადაშენების გზაზე. ბავშვი აღარ იბადება და დღეს ახლა წეღან გეუბნებოდი, რომ მასწავლებლები იმისთვის რომ კლასი არ დაეხუროთ და შემოსავალი არ შეუწყდეთ ეძებენ სანთლით ბავშვს რომ პირველი კლასი გაიხსნას, მეორე კლასი გაიხსნას და სკოლები რო არ დაიხურა. ხო, ანუ კლასი თუ დაიხურა, იყო საათები აღარ გამოიწერება მასწავლებლისთვის და ესე სანთლით საძებნელია უკვე ბავშვები რომ კლასები არ დაიხუროს და ძალიან ბევრი კლასი დაიხურა კიდევაც. და არის ხოლმე რომ ერთი ძალიან ბევრი კლასში ერთი ბავშვია და ორი ბავშვია, ხო და აი ამას ეხა ამას არ ეხა იმედზე რომ გადართავ ამას არავინ არ მოგიყვება. ხო, აი სხვადასხვა ეხა შენ სტატისტიკებსაც ამბობ თემურ სამციშვილს ქონდა ეთერში თქვა და მე ფაქტ ჩეკმა გადაამოწმა და დადასტურებულია და მთელი ის არის ოფიციალური მონაცემები სტატზე რასაც ეძახი 2012 წლიდანო
2025 წლის 1 იანვრის ბოლო მონაცემის რო შეადარო ერთმანეთს 117,000-ით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა და შენ საერთოდ საუბრობთ რომ ადამიანმა რო წარმოიდგინოს ტყიბული არის 21,000 ადამიანი წარმოიდგინე რომ 5 ჯერ 6 ტყიბული გაქრა როგორ 117,000 ადამიანი წავიდა მარტო იმერეთიდან და ქუთაისის მეორე ქალაქი იყო და მეოთხეზე გადავიდა ქუთაისის ამომრჩევლების რაოდენობა 2024 წელს იყო 150,000-მდე საშუალო და იქით-აქით 2,000-3,000 ესე იგი ქუთაისი რო წავიდეს მთლიანად ესე იგი იმერეთიდან იმდენი ადამიანი წავიდა ჩათვალოს ეხა ადამიანი ვინც გვიყურებს რო აღიქვას სიმძიმე რომ ქუთაისი აღარ არის ანუ ქუთაისში ყველა სახლი გამოიკეტა და წავიდა ანუ მიგრაციაზე რასაც ლაპარაკობდა შობადობაზე ხო ეხლა მართლა წარმოიდგინე ამ ხელა მასშტაბია აი ეგ თქვი რომ 150 ბავშვი დაიბადა ხო 156 და 310 იბადებოდა ხო და განახევრებულია ხო აგერ გეტყვი და საქართველოს მასშტაბით ესე იგი 2014 წელს 60,000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა 2014 წელს და 2024 წლის იანვრის მონაცემი იყო აგერ 39,483 ბავშვი 20,000-ით შემცირდა და სიკვდილიანობა გაასწრო მე მგონი 10,000 ხო წარმოიდგინე წელიწადში 20,000-ით ნაკლები ბავშვი რო დაიბადა იმ წლებთან შედარებით რო იკლებს პლუს ამას ემიგრაციაში რამდენი გავიდა ხო ეს მართლა დემოგრაფიული პრობლემაა მე მგონი დაწინაურდა ეხლა ეთყებულის იმერეთ ზოგადად არა ეს თანხმობს ზოგადი სურათია ტრაგიკული სურათი და ნაცების სისხლიანი 9 წელი შედარება წყალებში სისხლიანი და ბიძინასაყვავებული საქართველოსი გადაშენების გზაზე დაყენებული საქართველოსი და ზუსტად ესეა რამე თელავშია თელავის ბიუჯეტი არის 50 მილიონი ლარი მე რაც მოვიძე მე ტყიბულთანაც მივალ რა ხო და რაში ხარჯავენ ამ 50 მილიონს 50 მილიონს ეხანაცებობდნენ ხო ლევან ნახე გავაგრძელებთ ცოტნეს დაწყებულ საკითხს და თემას გარდა იმისა რომ მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა გარდა იმისა რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა არის შემცირებული გარდა იმისა რომ შემცირდა შობადობა გარდა იმისა რომ შრომისუნარიანი ადამიანები ქვეყნის ჯანსაღი თაობა ამ ნაძირალაკაცმა ბიძინამ გააქცია ქვეყნიდან გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ნარკომანია რეგიონებში. ხო. ყველაფერ უბედურებასთან ერთად, აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური საკითხი და მნიშვნელოვანი პრობლემა. იმიტომ რომ ჩვეულებრივი გაცხოველებული ვაჭრობა არის რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან ამ საქმეში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო ამ საქმეში და შემდეგ ამ ადამიანებსაც როგორც აი ამ სოციალურად დაუცველებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება იყენებს სათავისოდ მოაგროვოს მოაფილისოს ამორჩეველი აი ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა აი დედაქალაქში როგორ პრობლემაა ეს შეიძლება ყვები ყოველდღიური არ არსებობს ახლა უბანში ხო ახლა მაგალითად ვარკეთილში ვცხოვრობ და ძალიან დიდი სამეზობლო სამეგობრო არ არსებობს დღე, აი მართლა ტრაგიკულად არ დაიწყოს ხოლმე რომ რომელიმე პირველ მიკრორაიონში, მეორე მიკრორაიონში, მესამე ვიღაცა მოკვდა, ახალგაზრდა ბიჭი რაღაცა დაიძინა და ვერ გაიღვიძა და ეს წამლის გამო. ესეთი პრობლემები, ანუ იგი თბილისში ეს არის, აი თბილისში კატასტროფა ხდება. ეს ანუ აწუხებს თელავს და კურდელავს. ანალოგიური მდგომარეობაა რეგიონებში. ანალოგიური მდგომარეობაა რეგიონებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია არ ვიცი აბსოლუტურად უძლურია კრიმინალთან და ნარკომანიასთან ბრძოლაში ან მიზანმიმართული. კი, ან შეთანხმებულად, კი, ცხადია, შეთანხმებულად მოქმედებენ და შემდეგ ამ ადამიანებს იყენებენ საარჩევნოდ. ხო, ბიზნეს ეგეთი წარმოქმნა აქვს, რა რომ წამალში ანუ ადამიანი მას შეუძლია რომ მოკლას ჩვენი შვილა ბავშვებს კლავს ესე უყურეს წამალში მიეცით მიაყარე ანუ არ უნდა დაინტერესდეთ თქვენ ხო დაინტერესებული ხარ რომ კარგი ცხოვრება გვინდა აბა ევროპული აბა დემოკრატია აბა საქმე ვაკეთო და მას არ უნდა ესეთი ჯანსაღი ახალგაზრდა კაცო მას ურჩევნია რომ ვიღაცა წამალს ეძებდეს დილიდან საღამომდე ამ თემაში იყოს უფრო მოწყვლადი იქნება მე ხელისუფლებასაც ძიოლად შეინარჩუნებს და ეხა ეს ადამიანი თუ მოკვდება და მის ოჯახს თუ პრობლემა და ეს ადამიანი ჯანმრთელობას პრობლემა შეექრება ეს აბა სხვა რა მოტივაცია აქვს იმ ძველ ბიჭებს საარჩევნო უბანზე რომ ხვდებიან ხოლმე სხვა რა მოტივაცია აქვს ეგ გარდა იმ მოტივაციისა რომ შემდეგში მათ მიმართ არ იქნება დევნა იმ ანტისაზოგადოებრივი საქმეების გამო რასაც ისინი არა საკუთარ თავსაც უკეთებენ ჩადიან ხოლმე ხო საკუთარ თავსაც უკეთებენ კაცო და მან როგორ არის იცი აი ამ წამალს რო დებენ
ყველა პოლიციამაც ხო იცის ესენი სად რას დებენ ახლა ჩვეულებრივად რო გააჩერო ნებისმიერ ჩემი ვარკეთში უბნელი გეტყვის რომ აი გდებენ ეს არის ადგილი აი მოძრაობს ანუ ყველა მიცის კაცო ყველა უყურებს აი ეს კორპუსებიდან უყურებენ ადამიანები აი წამლის ძებნის პროცესებს რა და პოლიციამაც იცის და მე ძალიან ბევრი ამბობს რომ ესე თქვა იღებენ ამ პროცესს ანუ ვინდებს ვინ იღებს და დაკომპრომატებული ყავთ თან ზუსტად იციან ვინდებს ვინ ბარიგობს ასე თქვა ვინ ანაწილებს ეგრეთ წოდებული ფეხიო თუ ვიღაცა ჯანდაბა ვინც არის მე ამღები ვინ არის და ყველაფერი დაისააგთ რა მე არჩევნები მოდის დაუძახებენ ახლა აბა დაუძახე გრიშას აბა დაუძახე გელას გელა მოდი აგე ვიდეო აგე კადრი აგე წამალი აგე ფეხი შეხარ გინდა გაგიბაზდება რომ ბარიგა ხარ რა გაგიბაზდება რომ ამას აკეთება თუ არა და ეხა წამალი და დავაი გაგიშვებ ციხეში ანუ ესე იმაშობიან ტყიბულშიც არის ეგეთი აქტიური პრობლემაა ნუ ეხა პატარა ქალაქებში ზოგადად ესე თვალსაჩინო არ არის ხავე მაგრამ ახალგაზრდებში ზოგადი პრობლემაა ხო ეხა იზოლირებული ვერც ტყიბული ვერ იქნება ვერც პატარა სოფელი და ვერც ქუჩა და ვერც უბანი ხო თბილისია და ყველა აქ ჩამოდის და ეს ისლამოსლა ხდება და მარიხუანის მოხმარება რაც ბიძინევანიშვილმა მარიხუანის მოხმარებაზე მოხსნა ყოველგვარი შეზღუდვა ხო ეს ბიძინევანიშვილმა გააკეთა ამის შემდეგ ეს გახდა მასობრივი მარიხუანის მოხმარება სიგარეტზე უფრო მეტად მარიხუანას ეწევიან დღეს ეს ყველა მაგრამ მოდი პირდაპირ თქვა რა მარიხუანაზე ბევრი მარიხუანა რა არის კულელი ნარკოტიკები რომელიც შემოიტანეს ტიპებმა ეგ აი გაცილებით ეგ არის პრობლემა მთავარი აი ეს არა ნუ არა მარიხუანა ეს ხო საწყისი ეტაპია ხო რომ ის და მერე და ეხლა დასჭადი რაც არის კანონით ის ღიად არ არის ესე ხო ჩვენ ვერ ხედავთ პატარა ქალაქებში ჩვენ ვერ ხედავთ ამას თორე ყველგან იქნება რა თქმა უნდა ყველელი ნარკოტიკები არის ყველაზე მძიმე რა აი ეგრეთ წოდებული კაპტაგონები და ესენი რომელიც შემოაქვთ საქართველოში და უამრავია კიდევ ამ ყველა ქუჩაში ყველა ეზოში შეგიძლია ამის პოვნა ეს არის დამატებითი კი არა და ეს არის კვლელი მიზანმიმართულად შემოტანილი ახალგაზრდების გასანადგურებლად და თქვენ რა ნიუსები ნახეთ თუ გინდა დილა რო გათენდება არ არსებობს რომ არ ვნახოთ რომ ვიღაცამ თავი მოიკლა ვიღაცა მე-13 სართულიდან გადმოხდა და ეს ნარკოტიკები არის წამხალისებელი ამის ამ სუიციდის თვითმკვლელობების ზოგი რა ვიცი იმაში გადახდა პირობითად მტკვარში გადახდა და ასე შემდეგ სამწუხარო რეალობაა რომ ამ შემთხვევების დიდი უმრავლესობა რა თქმა უნდა ყველა არა დიდი უმრავლესობა მოდის სწორედ ამაზე და საავადმყოფოებში აი თქვენ ახალგაზრდები ხართ და დაინტერესებული ხართ ამ საქმით გამოითხოვეთ რა რაოდენობის ადამიანები გადაყავთ აი ამ იმით რა ქვია დღის განმავლობაში ამ ნარკოტიკული ნივთიერებების დოზირებით რამდენი ადამიანი გადაყავთ კაცო და თან სულ ახალგაზრდები ყველაზე უბედურება რა არის? კი, ახალგაზრდები 15-16 წლის ბავშვებიც, სკოლის მოსწავლეებიც ჩართულები არიან ამაში. ანუ ამ ბავშვებიცაც ხელმისაწვდომია. კაი, ძალიან ეხლა მაკითხავს რო არ წავიდეთ, ერთი ის რა ქვია, ბიუჯეტზე ვკითხე რა და მე მაგალითად თელავის-თან დაკავშირებით რა ვნახე, რომ 50 მილიონია ეს, რასაც პირობითად თვითონ თელავის მუნიციპალიტეტი გეგმავს, მე ალბათ რაღაცა ემატება, მაგრამ მე ჩემს საინტერესო რა იყო, რომ ამ 50 მილიონიდან 5,700,000 ლარი და ბოლო წლების სხვადასხვა 1 მილიონით გაზრდილა შრომის ანაზღაურების მუხლი და მეორე არის საქონელი და მომსახურება 7,9 მილიონი 8 მილიონ ლარამდე. ჯამში ხა ეს ორი რო შევაერთოთ 13,600,000 ლარი გამოდის. ანუ შრომის ანაზღაურება პლუს საქონელი და მომსახურებაში შედის ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანი. ანუ ამ მუხლიდან შესაძლებელია რომ ხელშეკრულება შერასაც ამბობ რომ სასაფლაოზე დაასაქმეს იმას დაასაქმეს სავარაუდოდ ეს აი ამ მუხლიდან იქნება რომ ხელშეკრულებით აიყვანეს 3 თვე 6 თვე და აქედან უხდე ანუ ჩათვალე რომ თელავის ბიუროკრატიაზე წარმოიდგინე 50 მილიონი ლარიდან ავიც 14 მილიონ ლარამდე რომ დაბამრგვალოთ 3,6 მილიონია ვიხდით ხელფასებში და რა ხდება რა ისა რა მაფია რომ აი რა საკეთებს ესეთი თელავის ბიუროკრატია და მერია რომ ამდენს ხარჯავდეთ მათზე. თელავის მოსახლეობა მცირდება შობადობა არიზდება მცირდება ხალხი გარბის ქვეყნიდან მაგრამ თელავის მერიაში ხელფასები იზრდება და ნუ თელავის მერიის ხელფასებთან ერთად ნუ მთავრობის ხელფასები ალბათ უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ნუ იზრდება ხელფასები ბიუროკრატიული ხარჯი იზრდება ცხადია ამასაც ლევანა აქ იგივე მიზეზი რა მიზეზად ჩვენ საუბრობდით ამ ადამიანების გამოყენება ხდება საარჩევნო მიზნებისთვის და ამ ადამიანებს არანაირი რეალური პასუხისმგებლობა და საქმე არ გააჩნიათ და ნუ ამაზე მეტყველებს ის მოცემულობა და ის რეალობაც რაც გვაქვს. ბიჭო, აი მარტივი რაღაცა მინდა და 2014 წლიდან პირობითად უკვე თვითმმართველობაში ხო ესენი არიან 12-დან, მაგრამ 14-დან ესე
მყარად, ხო? 6 2025 წელი მე-11 წელი დაიწყო, ხო? და 11 წელიწადში ტიპებს უხდით ყველა წელიწადს დაახლოებით 10-15 მილიონი იხარჯება აი ამაზე რა, იზრდება, ნუ ხან 12 იყო, 15-მდე, 16-მდე ავედი 14-მდე უბრალოდ, ხო? აი ხა მე მაინტერესებს ეგეთი რამე, აი 10 წელიწადში რო 140 მილიონი ლარი, საშუალოდ 100-140 მილიონი ლარი. დავხარჯეთ ბიუროკრატების ხელფასებზე, ანუ 14 მილიონი, 10-14 მილიონი. მინიმუმ აი ყველა წელიწადს 14 მილიონი ლარი რო გადავიხადე ხელფასში 14 პროექტი რო გაეკეთებინათ აი 14 პროექტი 10 წელიწადში 140 პროექტი იქნებოდა რაღაცა კარგი 140 კარგი საქმე გაკეთა თელავში მე მაგალითად ხო აი საქართველოს მასშტაბით არ შემილია კაცო 140 კი 14 პროექტი გითხრა და თელავში აი რა ღირსშესანიშნავი რა გაკეთდა ისეთი აი რა ნორმალურ წარმატებასთან გვაქვს საქმე რომ აი მილიონები უნდა გადავყაროთ ბიუროკრატიაში მართლა მაინტერესებს აი მითხარი შენ 14 მსხვილი პროექტი არ მინდა აი 10 წელი კაი ვაჩუქეთ ის ფული აი ახლა 14 მილიონი უნდა გადავუხადოთ ამ ტიპებს ხელფასები რომ უნდა უხადოთ მანქანაში საწვავი ჩაუცხათ მანქანა უყიდოთ ეს ავტომობილი უყიდოთ ჩაუცხეთ და დავაზღვიეთ ხელფასი მივეცით მობილური ჩაურიცხეთ ჩავაცვით დავახურეთ ვაჭამეთ მე რესტორანში წავიდა ბიუჯეტის ფულით რას აკეთებენ ეს ხალხი მითხარი მართლა ხო წეგან იმას ხვეუნებოდი რა ქვია ცოტნეს ეუნებოდი რომ აშენდა თელავებს ხადიო ხუმრობდით ამ თემაზე მაგრამ რა გაკეთდა აი ერთი ბიჭო 14 რაღაცა პროექტი არის რაც დაემატა რაღაცა ისეთი. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რამაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესოს, ასეთი არაფერი არ განხორციელებულა, არაფერი არ გაკეთებულა. აი, დავიჯერებ ხა. ან მუნიციპალიტეტი არ გააკეთებია. არა. რეგსამინისტრო იქნება ჩართული. მუნიციპალიტეტს ისეთი პროექტი, რამაც შესაძლოა არსებითად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მოგება მისცეს, ასეთი არაფერი, იმიტომ რომ ქოცებს იდეა არ აქვს. რატო გომბორი ხო გაიგებს? ქოცებს ესაც არ არის. მუნიციპალიტეტი რა შუაში წელი აკაკუნებინი. მუნიციპალიტეტის გაკეთებული არ არის. არა. ჩვენ ხელისუფლებას ნაცნობრობას ჰქონდა ბევრად კარგი იდეა გომბორზე. არის ციგ მირაბის თანამშრომლობის უჭიდავია მაგაზე, რომ ეგ პროექტი განხორციელებულიყო. მე ხაბე ნახე რა გეტყვი, ერთ წუთი მათხოვეს. ეხა შერასვი ხო, მერია მოაწყვეს თანამშრომლები აიყვანე. ასვი აჭამე დაახურე სამსახური ხელფასი მიეცი მანქანა უყიდე სამსახური ტელეფონი ჩაურიცხე ყველაფერი ანუ უზრუნველყავი ფული აღარ დაგჭა რა უნდა გააკეთო ეხლა ეს საწყალი თავის პრობლემაზე ყოფილი არა მომისმინე ბოლომდე მომისმინე საწავიყვანო ეს საუბარი ყველაფერი ეს გააკეთე ხო რაც მოყევი ასე ყველა მუნიციპალიტეტი ასე აკეთებს პირველ რიგში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები ნაწილდება ხელფასებზე ანუ შრომა მომსახურეობაზე ამას რო აკეთებს მუნიციპალიტეტები. მერე უკვე ფული აღარ რჩება პროექტებისთვის. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ანუ ეხლა თელავზე რო თქვა 40 მილიონი შენ რას თქვი? 50. ეს 50 მილიონი არის საწყისი. ეს არის რეალური ბიუჯეტი თელავის მუნიციპალიტეტზე, ტყიბულის არის 12-მდე. ხო. ეს წლის ბოლოს ავა ტყიბულის ავა დაგცინა. ტყიბულის ავა სადღაც ავა ტყიბულის გაორმაგდება და ავა 24-მდე. მოგზდევს. 24-მდე და ის ავა 100-მდე, მაგრამ რის ხარჯზე ავა? ეს ავა უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ ტრანსფერების ხარჯზე. ტრანსფერი ეს არის უკვე სამოწყალო ფული. ხო. სამოწყალო რას ნიშნავს? თქვათ მერი არ მოსწონს, არ მოუვიდა თვალში ცენტრალურ ხელისუფლებას. არ მისცემს ფულს. ხო. ესე იგი ეს 50 მილიონია რეალური ფული და ის 12 მილიონია რეალური ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 12 მილიონია რასაც სხვა ტრანსფერის ფორმაზეცაა დამოკიდებული ერთ წამსწოდნე რამდენად ქმედუნარიანია მერი და რამდენად შეუძლია არ არის ქმედუნარიანი ხარ რამდენად შეუძლია მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმა მენეჯმენტი ტენდერის გამოცხადება არ არის მუნიციპალიტეტები ბიუჯეტს ვერ ითვისებენ ხოლმე როგორ გეკადრეთ კი ბატონო ეგ სხვა პრობლემაა მე გადავიდეთ პრობლემა კი არა ფული რო გაქვს და ვერ ხარჯავ როგორ სხვა რა არის ლაპარაკო ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტა ეგ პრობლემა აქვს რა იმასაც ვერ ხარჯავენ რაც აქვს მაგრამ სულ სხვა პრობლემას ვლაპარაკობ. ბიჭო 12 მილიონი რო გაქვს ბიუჯეტი. ხო. მუნიციპალიტეტი ხარ, კარგი მუნიციპალიტეტი, მერიც კარგია. და აწყობილი გაქვს მერიაც 12 მილიონად რა უნდა გააკეთო? მე გეტყვი რას აკეთებენ, ხო და შენ ვერ გააკეთებ ვერაფერს. შენ წინ ხარ და რატო? რეალური თვითმმართველობა დღეს საქართველოს ჩვენ არ გვაქვს, აქ მივყავს საუბარი. საქართველოს ჭირდება ნამდვილი დეცენტრალიზაცია.
კი. ეს დეცენტრალიზაცია არ არის. საქართველოს დღეს აი მამუკამრო თქვა ხაზარაძემ ChatGPT-ს კითხეთ თუ კითხოთ ChatGPT-ს, რო კითხოთ ChatGPT-ს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალიზებული ფისკალურად ფინანსურად სახელმწიფო არის საქართველო. ესე იგი ცენტრზე დამოკიდებული ფინანსურად სახელმწიფო არის საქართველო, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი დამოკიდებულია ცენტრის განწყობებზე და ასე რიგდება ფული. ეხლა უწევ ფორმულა რო ვთქვათ, ხო? DGG-ს აიღებენ, DGG-დან 19%-ს აიღებენ, ამ 19%-დან ანაწილებენ 64 მუნიციპალიტეტზე ფულს. ამ 19%-ს 50 თბილისში ტოვებენ, თბილისის მუნიციპალიტეტს რჩება, დარჩა ხო 19%-ს 50%, ხო ამ ფორმულის მოსახლეობის რაოდენობა 19%-ს 50% დარჩა დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტს, იქიდან ბათუმას, ზუგდიდმა, დიდებმა წაიღეს ცოტა და ტყიბულმა, ხარაგაულმა, ჭიათურამ პატარა მუნიციპალიტეტებმა მასობრივად უმეცნობა ამ 19-დან შეხვდა 0.01-0.03 და გამოვიდა 10 მილიონი. რაც რეალურად სასაცილო ფულია. ეს 10 მილიონი ერთ სოფელში აგებს წელიწადში 1 კილომეტр გზას. ეს ხო სასაცილოა, 1 კილომეტრი გზა. რო დაიგოს სოფელში, ხაბე ჩვენთან 1 კილომეტრი გზა რო დაიგოს ერთ წელიწადში, ეს ითვლება დიდ პროექტად, იცი შენ? რო აი დიდი პროექტი დიდი პროექტი, ხალხიც ასე თვლის. იმიტომ რომ ასეა. შეაჩვიეს ხალხს რომ ეს ხალხიც ასე თვლის და მუნიციპალიტეტისთვისაც 1 კილომეტრი თუ დაიგოს სოფელში, იმიტომ რომ სოფლები ახლა ბევრია, ხო? ტყიბულს აქ 48 სოფელი. ხო. ტყიბული ქუთაისიდან რო გადახვალ, გელათი ტყიბულია, გელათი ქუთაისს ყუარავის გონია. გელათი ტყიბულია და 9 ჯვარამდე ტყიბულია. ცალკე ომი გამოაცხადა. ხო და არა ეს ასეა. და ამას ხო მოვლა უნდა კაცო გელათიდან 9 ჯვარამდე მთელი საქართველოა 10 მილიონად როგორ უნდა მოუარო. სულ რო ღვთის უკეთესი იყო მერიც და მთელი მერიას და 1 ლარი თვითონ არ წაიღოს, არ შეჭამოს და არ დაიხუროს. მაგრამ არ ბაცდი გითხრა. არა ეხლა ის პრობლემა რას გიგიმ თქვა რომ კაცო იმასაც ვერ ითვისებენო რაც აქვს. არა რაღაცი თქვა არ მაგვახებინოს. ეგ სხვა პრობლემა არის, გასაგებია, მაგრამ ეს პრობლემა არის რეალური. მოიტანე ერთი ცოტნეს პოდკასტი დამიკიდია გე. ეგ ცოტნეს პოდკასტი ერთი ახლა. ხო და ეს ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი. აბრეშუმის და შევწორო ტყიბულის გზა. რეალური დეცენტრალიზაცია გვაქვს გასაკეთებელი. სწორი ხარ, რა მინდა გითხრა, ნახე, თელავს შედარებით უყურე 50 მილიონიდან 14 მილიონს ხარჯავენ ხელფასს და შეხოთ კი რომ 11-12 მილიონი ლარია ბიუჯეტიო. ეგენი 3 მილიონი ბიუჯეტი რაცა ჩვენთან ხელფასებში მიდის მარტო. ხო, შენ 30% ნახე ბიუჯეტის 30% წაიღეს ხელფასებში, ხო ესეა 30%, ნუ შენთან ესეა დაახლოებით. ამათან 50% წაიღო. იმიტომ რომ 12 მილიონია, 3 მილიონი არის შრომის ანაზღაურება და 2 მილიონია საქონელი და მომსახურება. 5 მილიონი ტიპებმა წაიღეს. ანუ ეს კიდე ეხა მოდი ვთქვათ, რომ დაწინაურდა უბედურებაში დაწინაურდა ტყიბული. ანუ ამათი ბიუროკრატია ბევრად უფრო კაფავს რა, ესე რომ ვთქვათ რა. ბევრად უფრო როგორები არის. 5 მილიონი წავიდა შრომ ანაზღაურებაში და 5 მილიონი დარჩა მერიას, რო არ დაუმატოს თავრობამ ფული სამოწყალოდ. და 5 მილიონით უნდა მოუაროს 48 სოფელს და ნახევარ საქართველოს გელათიდან 9 ჯვარამდე. 5 მილიონი წელიწადში უნდა მოუარო ტყიბულს და ეხა შენ წარმოიდგინე ამასობაში კულტურის მინისტრმა 41000 ლარი ორ ჩანტაში გადაიხადა. და 100 მილიონი საზოგადოებრივ მაუწყებელს წელიწადში. 100 მილიონი. 200 მილიონი რომელსაც არავინ არ უყურებს. ერთ ესე იგი ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებს? საძინებელში ყურებაში, ესე იგი ვიღაცეების იმის ყურებაში იხდის მილიონებს და გზების, მუნიციპალიტეტების გელათი რო გვემხობა თავზე და ეს უნიკალური ჩვენი საგანძური, ხო? უნიკალური გელათზე ძვირფას ჩვენ რას აგვიშენებს ბიძინა ივანიშვილი. გელათში, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტია, გელათში არის დასაფლავებული 11 ერთიანი საქართველოს მეფე. დავით აღმაშენებელით დაწყებული და თამარის პირველი სასაფლავი იქ არის. ეხა იქ თამარის საფლავი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ იქვია თამარი ასევე გადასვენებული. 12 იმერეთის მეფე, 3 საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, წმინდანები, შერაცხული ეს ხალხი იქ არის დასაფლავებული, ეს მარტო ტაძარი კი არ არის. და ეს გვემხობა თავზე ლევან, ეს გვენგრევა თავზე. და ბიძინა ივანიშვილი 200 მილიონს ხარჯავს სუსის დაფინანსებაში წელიწადში 200 მილიონს. 200 მილიონი რო დაწვა ღუმელში რო დაწვა წელიწადში, ალბათ ვერ დაწვავ. ხო და იქ უშვებს 5 მილიონს რომ მიდი ახლა შენ 58 სოფელს მიხედე და ეს გელათი ვერ გადახურო და განადგურდეს იქ ყველაფერი და მიდი და ეს მეხეს დაწინაურდა 3-0 ტყიბული. მეორე საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეფექტური ხარჯვა. იმიტომ რომ თუ ტყიბულის ბიუჯეტი დღეს 12 მილიონია, ასე მოძრაობის ხელისუფლების დროს ალბათ 2012 წელს რამდენი იქნებოდა?
ბევრად ნაკლები. რა თქმა უნდა, ნაკლები. მაგრამ წყვილებმა არიანობა შეიძლება უფრო მეტი იყოს. როგორ? 5-მდეც არ იქნებოდა, 4. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მაშინდელ გაკეთებულ საქმეს, დღევანდელ გაკეთებულ საქმესთან და უკითხავთ საზოგადოებას, მაშინ უფრო ბევრი კეთდებოდა თუ დღეს უფრო ბევრი კეთდება, ცხადია გეტყვის ხალხი რომ მაშინ უფრო ბევრი კეთდებოდა. ეს განპირობებულია კორუფციით. იმიტომ რომ ამ ბიუჯეტიდან ძალიან დიდი წილი მიდის ცალკეული ხო, ჯერ ხელფასები და მე 5 მილიონიდანაც ალბათ 3 მილიონი მოიპარა. კორუფცია ხება შენ თუ გაოფიციალურებ კორუფცია არ არის. მე იმ 5 მილიონიდან 1 მილიონის ტენდერს რო გამოაცხადებს გზის რეაბილიტაციის, იქიდან ალბათ 20% ვიღაცის ჯიბეში მიდის. 20 რა არის? ნუ რა ვიცი, შეიძლება მეტი. ხო, ალბათ 20% ვიღაცის იმაში მიდის, ჯიბეში მიდის, რომელიღაცა კომპანიის, რომელიც მე ქოცების მსხვილი შემოწირველია ხოლმე საარჩევნოდ. მაგარ რაღაცას გეტყვი რა იმ ტყიბულთან დაკავშირებით. მე ვეცადე რომ მომზადებულიყავი და ჩავხედე ტყიბულის ბიუჯეტი. შენ ხო არ გონია მეტრო არ გაუყვანიათ იქ, მაგრამ ხო შეეშალათ გახსოვს ახმეტაში რომ მეტრო გაყავდათ. მოგეთ ეგეთი რაღაცა ვნახე რა, მაგათ ბიუჯეტში წერია 18 საბავშვო ბაღი ყოფილა ტყიბულში და სულ ახსაზრდელთა რაოდენობა ანუ 411 ბავშვი დადის ბაღში. ამ 18 ბაღში დადის 418 და ბავშვი და აბა თუ გამოიცნობ ლენე 418 ბავშვი. აი ხა ამოცანა გვეკითხება შემდეგს. 411 უпростоრედ. 411 ბავშვს რამდენი აღზრდელი შეიძლება, ანუ რამდენი ადამიანი შეიძლება ემსახურებოდეს? 411 ბავშვია და 18 ბაღია რა. აი რამდენი 411 ბავშვის მოვლას რამდენი თანამშრომელი 411 ბავშვს 12 მასწავლებელი უნდა ჭირდებოდეს. ჯამში რამდენი 12 მასწავლებელია? 411 ბავშვს ესე 12 ხო 12 მასწავლებელი აღმზრდელი. ხო და ჯამში ამ 411 ბავშვს ხა მითხარი არ გინდა ბევრი უბრალოდ ისე ეხლა ის რო გეკითხები გაიგე შე რაღაცებს იმაში თანამშრომელი ჭირდება იქ საჭმელი გაუკეთოს მინიმუმ ვიძახი რაღაც. აი მაქსიმუმ 200? ანუ შენი მაქსიმუმ 18 აღზრდელი ყავს? 411 არა, აღმზრდელი. ეხლა ნახე ლენი ამბობს რომ 411 ანუ აღსაზრდელ ბავშვსო ჭირდებაო თავისი ინფრასტრუქტურის დაცვით, იმიტომ ნუ 100-ო თავიდან თქვა რომ გონივრული არის 100-ო. ეხლა იცის რომ მე ვეუბნები რომ ბევრია ბევრად მეტია და ამბობს რომ აი კაი მაქსიმუმ 200. ყველაფერი შეცდი. ესე იგი 258. ანუ უყურე 4 ერთ ბავშვზე მოდის უყურე 2 ბავშვზე 2 ბავშვზეც არა აი ბავშვს ნახევარზე 1 აი ეს ხო წარმოგიდგენთ მე და ცოტა ვლაპარაკობდით რა თან ეხა ნახე ეს რას იწევს 411 ბავშვზე ესე იგი ბავშვზე ერთი თანამშრომელი მოდის და მე საბოლოო ჯამში ამათი ხელფასები არის კაპიკები და რეალობაში ესე გასაკეთებენ ეს 258-დან დიდი წილი ერთი რა ვიცი ალბათ 70% არის ქართული ოცნების აქტივისტი 500 ლარის პარაგრაფში ექნება იმიტომ ყავს აყვანილი და ამ დროს რეალური ადამიანი ვინც მუშაობს წვალობს და ჩვენი შვილები უნდა გაზარდოს ტყიბულში იმის ხელფასიც არის 500 ლარი ეხა შენ წარმოიდგინე რომ რეალური ოპტიმიზაცია რო გაკეთდეს და კი არ გაბერონ იმ თანამშრომელსაც 500-ის მაგივრად 1500 მართლა 1300 ლარი ეკნება ხელფასი საშუალო ხელფასი რაც არის იმერეთში. და ისა რა ქვია, მართლა ვინც მუშაობს, იმას ხელფასი ექნება რა. ნორმალურად დასაქმების სტატისტიკასაც ზრდიან, რომ 250, კაი 411 ბავშვზე ბიჭო, 258 ყურადღება ექნება, კარგი. თანამშრომლის რაოდენობის სიბევრე ხო ერთის არის და თან ბავშვის სიცოტავე. ბავშვები ხო 411 ბავშვი დადის ჯამში. რამდენ ბაღში? 18 ბაღში. და თელ ტყიბულში. ალბათ ტყიბულში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბაღებში ბავშვებს. არა, ყურადღებას აქცევენ თანამშრომლები, მაგრამ ბავშვი ძალიან ცოტაა. ეს ბაღში დადის 30 ბავშვი დაახლოებით. ერთ ბაღში, მთლიან ბაღში დადის 30 ბავშვი. წარმოგიდგენია ბიჭო რა კატასტროფა არის. თელავში წარმოდი კიდე და ეხა კაი გავაგზელეთ რა, ეხა ეს გავაგზელე და მე ვნახე სპორტის სახეობა და სპორტის სახეობები ისეთი რაღაცეები ეწერა რომ თბილისში არ გამიგია და ტყიბულში რატო ტყიბულში რატო და ტყუილებია მივხვდი აი მარნეულში რომ ჯიუ-ჯიტსუს ტრენერი ყავდათ იცი ეგ ისტორია და 8 ჯიუ-ჯიტსუსო და რაღაცა
მარნეულის მართლა ძმო, მარნეულში იყო სპორტულ აიბში ამბობდნენ რომ 8 მწვრთნელია ჯიუ-ჯიტსუსო და ვიხვეწებოდი რომ აი ჯიუ-ჯიტსუს არა 8 არა ერთი ბაჩვენეთ რომ სერტიფიკატი რო აქვს რა აი ჯიუ-ჯიტსუს ტრენერი ჯერ საქართველოს მასშტაბით ბაჩვენეთ რომ ჯიუ-ჯიტსუს ისენი ყავს რა ქვია სპორტსმენები რო ყრია თან იმდენი არიან რომ მარტო მარნეულში არის 8 მწვრთნელი ბიჭო ეხლა წარმოგიდგენია მაგაც ეწერა რაღაცა ეგეთი ეწერა აქაც ტყიბულში არ მგონია რომ ამ სპორტით ბავშვები იყვნენ მანდამაის დაკავებული მაგრამ აქაც რა არის 322 ბავშვი არის სპორტით დაკავებულიო და ამათ ემსახურება 113 ადამიანი აქ ცოტა უფრო კარგი სტატისტიკაა 3 ბავშვზე ერთი ის მოდის რა ადამიანი და 25 მწვრთნელიაო ბიჭო აი ნახე 25 მწვრთნელი არის ტყიბულში სხვადასხვა სპორტისო რა ხო და იქ წინააღმდეგი კი არ ვარ გიგიტელ მაგრამ არ მჯერა ეგეთი რა რეალურად თუ არის რავი 100 იყოს და რეალურად კაცო მეტი იყო მე მინდა მეტი იყოს ტყიბულში თან ჩვენ რომ ამ პოდკასტზე დღეს ილია სულამანიძე გამოვა მსოფლიო ჩემპიონატზე და წარმატებები ტყიბულელია და ამ ტყიბულის სკოლა მაგზარდა ილია მაგრამ ეს დამსახურებაც იკარგება ხო იქ 1 2 და 5 ხო რეალურად ნამდვილი მწვრთნელებია და ძალიან პატივსაცემი და რაღაც მაგრამ ის ხელოვნურად გაბერილი ხო და ვიღაცები ყავს შემოყრილი და ხო და იმის ღვაწლსაც ხო ამით აუფასურებ ამაშია საქმე ამას ვლაპარაკობ 25-ო რო თუ არის ნაღდი 5 ამ 25-ის ფული უნდა გადაუნაწილდეს მართლა მწვრთნელი რო არ და აგერ ამ ეს კაცი რო გაზარდა აგერ და დღეს რო უნდა გვასახელოს და გვასახელა უკვე იქ რო მოხდა და ხო უკვე ეს არის რა ქვია ჩვენი ქვეყნის სახელია ხო ანუ ესეთ ადამიანს ხო უნდა კონდეს დაფასება ხარისხით იკარგება მათ ხო აი მართლა წარმოუდგენელია და მე ამას ვკითხე ხო იცი ის მეთქი რა ქვია აქ წერია რომ უნდა ჩავატაროთო ცურვაშიო ისო რა ქვია შეჯიბრიო ტყიბულშიო რა ცოდნე და მე ცურვა ბიჭო ეგრე წოდებული რა ქვია იმას აუზი და მე გეპატიშები ქუთაისში გახსნეს 2 წლის წინ მანამდე არის ქუთაისის აუზთან ქუთაისის აუზი რა არის ტყიბულის აუზთან მე გეპატიშები ტყიბულის ოლიმპიურ აუზს ხო და როდის ივსება აუზზე საცურა ხო იცი კითხე როდის ივსება ტყიბულში ეგაუზი მეთქი და სეზონურად ახლა ეგრეა ხო მაგრამ არა არის კარგი ოლიმპიური აუზი და ზამთარშიც არის ზამთარში არა ზამთარში არა? აბა სულოში შეჯიბდოდი და არა ღიაცის ქვეშ არის? ხო, ღიაცის ქვეშ არის ოლიმპიური. ამ ზამთარში ვერ იგია. ზამთარში არა სეზონური. ანუ მარტო ზაფხულში ატარებენ ჩემპიონატს. ველოსპორტის ჩემპიონატზე ჩადარეთ ტყიბულშიო და ყველა ბავშვს ყავს ველოსიპედი. ჯერ სულ თქვით რომ აგერ რა ვიცი თან ბიჭო გადაუ თავსინია ხვდები რა ის ველოსპორტის ჩემპიონატს ატარებენ ტყიბულში დედას გავიცებ ალბათ 5 ველოსიპედი ვისაც აყავს გამოვაკა იმ ბავშვებს და რაღაც ფოტოებს გადაიღებენ დადებენ და ტყიბულში აი ველოსიპედი ყავს ყველა ბავშვს არა არსმენია მე ხა ველოსპორტი აგერ აი ველოსპორტი არქსმენია ბიუჯეტში აქვს აგერ თახები არის გაწერილი ველოსპორტი შენთან არ არის ეგეთი რაღაცები? შენთან ველოსპორტი არ არის, მაგრამ არა ბიჭო, კარგია, მაგრამ მატყუებენ აგერ კაცი ტყიბულში მაჟორიტარი არ გაუგია ველოსპორტის ჩემპიონატი. ბავშვებშიო თან წერია. ეხა რო დავიარო ტყიბული ხალხს ისე უჭირს, ბიჭო, რა ის ველოსიპედი უნდა ყავდეს? ნუ გადამრევ, ხა დესნადვათი დარბიან? აი რა ველოსიპედი უნდა ყავდეს? ბავშვი შეჭებრი რო ჩაატარო, ნუ გადამრევთ. ეს ხო ტყუილე თვალებში მაყრის ნაცარს. ამაში გამოწერა ფული, აიღო ვიღაცამ რომ რაღაცა ჩავატარე ველოსპორტის ჩემპიონატზე. მე მიდი და გადაამოწმე, ჩავატარეო გეტყვის. სად ვსდიო ეხა იქ? აი ხა ამ თვითმმართველობის არჩევნებზე მითხარი, რას ფიქრობ? უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ? ცხადია, ამაზე შეთანხმებული და ერთიანი პოზიცია გვაქვს ყველას, რომ არ უნდა შევიდეთ ამ არჩევნებში, იმიტომ რომ არჩევნები არ არის. მოდი პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს არის სპეცოპერაცია. ივანიშვილი არ ატარებს არჩევნებს, თორე დიდი სიამოვნებით. არჩევნები ძალიან კარგია, მაგრამ ის როცა ტარდება სამართლიან დემოკრატიულ გარემოში, ხა ბიძინა როცა მე რამდენად უნდა მოვიტყუოთ თავი, ან მე რამდენად უნდა მოვატყუოთ? შეიძლება შემოიგე რა. მოვატყუოთ საზოგადოება. კი, მეც მოვიგე და მეც გამოუგლიჯე ჩემი სამაჟორიტარო ოლქი და ცოტნემაც, მაგრამ ამით ფაქტობრივი მოცემულობა ხო არ შეიცვალა. ბიძინა მოგცემს იმას იმდენს რაც არ იქნება საკმარისი არ იქნება გადამწყვეტი. ხო, წალენჯიხაც მოვიგეთ. ხო, გამოგვიჯეთ, მაშინ კიდე იყო არჩევნები კიდე რაღაცა ერქვა. ხო, ნუ წალენჯიხაც მოვიგეთ.
წალენჯიხაც დაგვითმო, იმიტომ რომ არ იყო გადამწყვეტი, მაგრამ როცა საქმე მიდგა მაგალითად ბათუმზე და ბათუმის საკრებულოზე და ძალიან დიდ ბიუჯეტზე, იქ ჩვენ ნახეთ როგორი რეპრესიები წავიდა და მათ შორის ამ რეპრესიებს შეეწირა ჩვენი საკრებულოს წევრი. ხო და შესაბამისად პროლობაში სხვადასხვა ეჭვმიტანილი არის პირდაპირ ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა რამდენიმე დღით ადრე მკვლელობამდე, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ წააგეს ბათუმში ექნებოდა უმრავლესობა. ირაკლი კობახიძემ დაანონსა ჩვენი თანამებრძოლის ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობა და მას უნდა ესმოდეს, რომ ამ მკვლელობის დაორგანიზებაზე მას რიჟვაძეს და კაციშვილი რო არ დაუკავებია და რიჟვაძის მამას დაამხელს, აუცილებლად სიცხლის სამართლებრივი პასუხისგება დადგება. კაცი ჩავიდა და თქვა, რომ ჩვენ გვექნება უმრავლესობა წაგებულ არჩევნებზე. ანუ მან აუნთო მწვანე შუქი იმას, რაც მოხდა ფუტკარაძესთან დაკავშირებით. ამას ვერ გაიქცევა, ვერც პოლიტიკურად, ვერც სამართლებრივად და ვერც მორალურად. ეს კარგია, რომ ეს თემა ხო, ეგრეა რა, სადაც დაჭირდა ადგა და მოგვიკლა პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი თანამებრძოლი რა. კი ბატონო. შესაბამისად, რა ვიცი, მორალურად არ მიმაჩნია სწორი მე ჩემ მეგობრებს, ჩემ მეზობლებს, ის ადამიანები, ვინც არჩევნებში მოყვებიან ხოლმე და იბრძვიან ჩემთან ერთად, ვერ მოვატყუებ, რომ შესაძლოა ბიძინა ამ მოცემულობაში ჩვენ დავამარცხოთ. ბიძინა საარჩევნო ყუთებთან ვერ მოუგებთ, სანამ თვითონ ბიძინა ითვლის საარჩევნო ხმებს და სანამ ბიძინას სესკო ითვლის საარჩევნო ხმებს. ამიტომ თუ მოცემულობა შეიცვლება, ცხადია, მაგ შემთხვევაში ექნება მაგ შემთხვევაში არჩევნები თუ ჩატარდა თქვენ ვინგაჯობთ. მაგ შემთხვევაში ექნება. წერი შეგერკინეთ. არჩევნებს ასრით, ეხლა მე და ცოტა მაჟორიტარები ვართ და რასაც ვაკეთებთ, ალბათ არ გვჭირდება საკრებულოს წევრის მანდატი და სტატუსი, რომ მომავალშიც იმის გაკეთება გავაგრძელოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. რა სიტყვით? ნუ, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ გახარიას და ლელოს, რომელსაც ჯერ კიდე ნათქვამი არ აქვს, შედის თუ არა, მაგრამ სინჯავს ველს რა უნდა გააკეთოს. თუ ლელო შევა ამ არჩევნებში, ჩემი აზრით განადგურდება, მორალურად დაინგრევა, იმიტომ რომ ველზე მართ ჩვენ ვართ, ველზე თუ ვართ, ხო, მაჟორიტარი ხალხი ვართ აგერ და ხალხში დავდივართ და ვხედავთ რა განწყობაც არის და ჩვენ თვითონ უთხარით ხალხს და სიმართლე უთხარით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ფურცელს გადმოაბრუნებ უკიდან და ჩანს ვის მიეცი ხმა. ხო და ბიჭო პატარა ქალაქებში, მით უმეტეს რაიონებში, დიდ ქალაქებშიც, გასულ თბილისშიც როგორ უნდა წამოვიდეს ადამიანი და კიდე მოტყუებით შენ მოგცეს ხმა, ღიად ქართულ ოცნებას ვერ უპირისპირდება ამორჩეველი მასობრივად. რეპრესიული მანქანა მუშაობს. ეხლა რო იცოდე, თუ ხმა ფარული არ არის და ეს ჩვენ თვითონ ხო აგერ დაუმტკიცს რომ ხმა ფარული არ არის და უკიდან ჩანს შენ ვის მეცი ხმა ამ არჩევნებში რომელი ლელოს რა ვიც რა უნდა გამოვიდეს ბოლო არჩევნები იყო ღია კენჭისყრა ფაქტობრივად ჩემთან სოფელში ხო დიდ ქალაქებში შეიძლება არა ჩვენთან სოფელში და ესე პატარა მუნიციპალიტეტებში ყველა მიცის ვინ ვის მისცა ხმა იმიტომ რომ გადმოაბრუნებიან ბულეტინს ხოცემა ჩვენც მაგრამ ჩვენ უბრალოდ ინფორმაციისთვის და ხოცები რეპრესიებისთვის იყენებენ ამას ხო და ეხლა ესეთი არჩევნები რო გქონდა ქვეყანა თავზე გემყობა აგერ და აგერ სასამართლოზე დადიან ყოველ დღე და ვის აიჭერენ ხვალ და ვის არა ის არ იცის ადამიანმა არჩევნებთან რო იდგა ეხლა რო იძახეს რომ არჩევნებში შედის დეტალურად იცის ვინ ვის ხო აკო ერთადერთი ის არის რომ რავი შესული არის გარიგებაში ერთი ეს არის ან არის დეგენერატი ადამიანი კონკრეტული ვინც ამას აკეთებს და ამბობს რომ ან დეგენერატი ხარ და აქ შედიხარ და გონია რომ მან რეალურად რაღაცა მართლა შეგიძლია ან ხარ არა გვაქვს რაც გინდა ხო ნუ ან ხარ გარიგებული და გარიგებული თუ ხარ შენს თქვი ერთხელ პოდკასტში რაც ქვია მაგას კი და ლენე მოიმზადე დრო ქრონომეტრაჟი ბოზო ხო რა თქმა უნდა ხო ბოზობა ქვია მაგას რომ შედიხარ ესე იგი აქეთ ხალხი ბოიკოტია და შენ შედიხარ არჩევნებში და ბოიკოტს ანგრევ ხო და თუ დეგენერატი არ ხარ აი მე გაგახსენეთ ერთ რამეს თქვენ არ მახსოვს 2018 წელს გიგიტელა რო იყო ზუსტად მახსოვს იყავი ჩართული 2018 საპრეზიდენტო არჩევნებში კი ცოტნეც იყო აი მე ყველა არჩევნზე ხო დამკვირვებელი ვარ ხოლმე თუ მე კენჭს არ ვიყრი 2013 წელსაც ამ ოცნების პირობებში ხო აი საპრეზიდენტო არჩევნები იყო იმისი რა ქვია დათო ბაქრაძე იყრი და კენჭს ნინო წმინდაშვილი ვიყავი და დამკვირვებელი ყველა არჩევნზე ვარ დამკვირვებელი ხარ რუსთავში ვარ 18-ში გურიაში ვიყავი მაგალითად როგორ ბიულეტენები ამოდიოდა იცი აი ხა რო ამბობ ჩიშზე რა და ყველა ვისაც არ უნახავს ეს დაკეცილი ხო აი უყურე ხო ეს ხო არის ბიულეტენი ეს ბიულეტენი არის აი ესეთი ბიულეტენი ამოდიოდა რა დედას გიფცი პირველ აი ძალიან სტრესული იყო ჩემთვის რა ეხა გურიაც კიდე განსაკუთრებით მიყვარს იქაური ოპოზიციური რა თქმა უნდა უყურე აი
ესეთი ბიულეტენი ამოდიოდა, აი ესე რომ ადამიანი ბიულეტენს ეცავს თუ კუჭავს თუ რაც აი ხო წარმოგიდგენია იმის თავში რა ხდება როგორ რამხელა ფიქრებში და იმებში რომ არ ნახოს არ გაიგოს ვიღაცამ ჩუმად მოვიდა ესეთ ბიულეტენს როგორც კი დაინახავდა უკვე ხო კომისია იცოდნენ რომ აღარ უნდოდა რა გადადებდნენ იმას რა ქვია ხუთიანი ხო აი ესეთი ბიულეტენები შენ წარმოიდგინე ამ მდგომარეობაში 2018 წელს და იმის მერე მაგათმა დახვეწეს კაცო 2020 წელს კიდე რეპრესიული 2021 წელს რეპრესიები და 2022 წელს ჰაი ლეველზე აიყვანეს კაცო ჰაი ლეველზე და ეხლა სხვათა შორის სადაც კი რამე რისკი ჰქონდათ ყველაფერი დააზღვია ამ იმან რა ქვია ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა და კიდე უარესი კანონები მიიღო ხო ადრე დაკვირვების უფლება მაინც ჰქონდა რაღაც დოზით და ეხლა მაგის უფლებას აღარ გვაძლევენ კაცო უკან არ დადგე გვერდზე არ დადგე არ ჩახედო არ გადაამოწმო და ის კი არა გახსოვს იმას რომ კომისიის წევრებს იმ დღეს ირჩევდნენ ხო არ იცოდა ქოცმა ვინ იყო რეგისტრატორი ასე თუ ისე გეგმავდნენ მაგრამ შეიძლება იმ დღეს არ ეოდათ რაღაცა რა ეხლა ერთი განანაწილებულია ფუნქციები ვინ რა უნდა გააკეთოს თელი 7 დღე აქვს იმისთვის რომ ბოლო-ბოლო თუ მისთვის არასასურველი ან შეცვალოს, ან დააშინოს, ან დაავებორკოს, ან შეაშინოს, ან ფულის ყველა რისკი დააზღვია რა. და ამ დროს მართლა არჩევნების შესვლა თორემ იმის ყველა ეთერში ვამბობ ეხა მე მაგალითად, ჩემთვის თქვენერი ხალხთან ერთად და სხვათა შორის ეხა განა იმათ ვამბობ აქ რო ხართ, აი იშვიათად არის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ყავდეს ესეთი ახალგაზრდები როგორც არის ნაციონალურ მოძრაობაში. ან ეს რა დამოკიდებულება თბილისი გამოუგლიჭოთ ქუთაისში არ ცხოვრობს ხალხი? ხო და ბათუმურად ქუთაისი ბიძინათ უნდა დაუთმოთ თელავი? ეს რა დამოკიდებულება? კოცური იყოს და თბილისი გამოუგლიჭოთ. ნუ ეს წარმოუდგენელი რაღაცა. ხო ართა რომ გამოგლიჯავენ. აი მე სამარცხვინი. არა, სულ კითხულობ. აი მაგალითად ჭყალებში გამოგლიჯეს. და ერთი კვირის მერე სპეცოპერაცია ტარდება თბილისის მერიაში და იჭერენ მერს. რაღაცაზე, რა ვიცი, რაღაცა განკარგულება გამოსცა. რა რა თუნდა მიზეზი? რას ვამბობთ? პოლიტიკური დევნა მერის და წარ რა მე რა ეხა არ არის რავი რა ვინმე არ ამბობს რომ პოლიტიკური დევნა განცხადებას ვაქვეყნებთ IPM-ზე ხო დასპონსორებით კი ხარდი მე მაინც ოპტიმისტურა ხარ განწყობილი და მჯერა რომ ლელო ამ არჩევნებში არ შევა ხო კაია შენ იმედიანი კაცი რო ხარ იმედი არ მოგიშალო ზმერთმა კაი ეხა ბოლოსკენ წავიდეთ რა ხანისა რა მე ჯერჯერობით თანაბრად მიდის რა რასაც ხედავ ან ტყიბულსა და თელავს შორის მაგრამ ეხა მე ერთ რაღაცას ვიტყვი როდესაც ჩვენ ხელისუფლება არ უნდა რომ არ თანაბრობაც არ უნდა როდესაც ხელისუფლება შევცვლით და ეს იქნება ძალიან მალე ალბათ ნუ ამ როცა ივანიშვილი დაიმხო ლელორ თვითმმართველობის არჩევნებში შევა მაგით არა ხო სხვა გზებით ალბათ მაგრამ მალე ივანიშვილის დამხობით ხო განვითარების პოტენციალი უზარმაზარი აქვს როგორც ტყიბულს. ალბათ ნაკლებად თელავსაც, მაგრამ ტყიბულს ძალიან დიდი. ფერასოდეს ვერ ეგრისებით იმ განვითარების პოტენციალს, რაც თელავს და კახეთს აქვს, იმერეთში. ფერასოდეს ვერ ეგრისებით ბუნებრივად არის ეს ასე. შეიძლება არანზებობს. შენ ჩვენთან ხარ რამდენჯერ ჩვენთან ამყოფი ხარ? ნანახი გაქვს ის ულამაზესი ბუნება რა ჩვენ გვაქვს? ისევე როგორც ულამაზესი თელავი. თელავი, მაგრამ ახლა არა, არ ჩავერევი მე თქვენ იკამათეთ როგორ ხო და აი ამ განვითარების პოტენციალში ანუ თქვენ უფრო მეტი გაქვთ. რეალური დეცენტრალიზებული თვითმმართველობის პირობებში ჩვენ ისეთ მუნიციპალიტეტებს შევქმნით რომ მუნიციპალიტეტში მშიერი და გაჭირვებული და ბაღში ერთი ბავშვი და გაქცეული ხალხი და ასეთ რაღაცები საქართველოს სირცხვილი არ არის საათ ბჭო საქართველოსნაირ ბუნების ქვეყანაში იქ სადაც აი ყოველ ეზოში ნანკარა წყარო მდინარედ გადმოედინება აქედან ხალხი გარბის და დუბაიში მიდის სამუშაოდ სადაც წყალს ხდიან რომ დალიონ მე ლენე გებსდიან 60 გრადუსი არის ტემპერატურა და ლენე მიწის ეგ ხო, ანუ არის 60 გრადუსი ლენე. ჩემი სიტყვით არის წასული სამუშაოდ, ხო და. ამიტომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. თელავი. ჩემი мотиваცია. შეგიძლია არ мотиваციაც. მე არ ვიცი სხვისი мотиваციები, ბევრის мотиваცია ვიცი, ასევე ვიტყვი. მაგრამ ჩვენი мотиваცია ერთადერთი გულწრფელად ვამბობ ამას და უფალი ხედავს რო არის ეს ერთადერთი რომ რაღაცა ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სოფლებისთვის, ამ ჩვენი ხალხისთვის, რომელიც ძალიან გვიყვარს. გავაკეთოთ ღირებული რომ ამ გაჭირვებას რო ვხედავთ. არ ვიცი, არ ვილაპარაკებ სახელდაგვარებს და ამ ხალხს ახლა გამოგლეჯა რომ უნდა ამ თბილისის და ამ ქალაქების ეს გაჭირვებული ხალხი თავისი თვალით უნახავს
რომ მიდიხარ და ბავშვი რო გიყურებს ცრემლიანი თვალებით მიუტანენ თუ არა შოკოლადი, კანფეტი და ისე ხო არ მიხვედი წარიელად და ხურდას თუ აჩუქებ, ეს ამას გული უსკდება ამაზე, ამას ხედავს და ამაზე შესტკივა გული, ჩვენ ეს мотивация გვაქვს. ყოველ შემთხვევაში მე გიგის мотивация ვიცი რომ ეს არის. და ამიტომ მეგობრებო ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ხო და ამ мотивациით ვართ ამ საქმეში. თუ რამე გამოგვივიდა და ალბათ გამოგვივა. ღვთისწყალობით იმედია გამოგვივა. ხო და შეუძლებელია წესიერ ადამიანებს საბოლოო ჯამში ეს საქმე არ გამოვიდეთ. ცოტა კაი კაცი ხარ. იმედია გამოგვია არ გამოვიდეთ. იმედია გამოგვია. არაფერმა სხვამ რა უნდა მოგანიჭოს სიამოვნება და ბედნიერება გარდა იმისა, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი შექმნა და დატო შენი თემისთვის, შენი მუნიციპალიტეტისთვის, შენი ხალხისთვის, რომ შემდეგ რო აღარ იქნები ხელისუფლებაში, იამაყო რომ აი ეს ჩემი გაკეთებულია და აი ეს შევქმენით და აი ეს სიკეთე მოუტანეთ ამ ხალხს და თავარი არის რომ გქონდეს ამის გულწრფელი мотивация და თავარი არის რომ გქონდეს იდეა და თელავს და კახეთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით, უნიშნულოვანი პროექტები არის სამწუხაროდ გაჩერებული იგივე რკინიგზა, თელავის აეროპორტი, რომელიც კურდღელაურში მდებარეობს და სადაც კოცების გეგმით უკვე ფრენები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ცხადია ტყუილი აღმოჩნდა ესეც გომბორის გვირაბი. არა, მაგას მოტყუილი არიციან. ნუ ეთყობა. ხო, უამრავი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არსებობს, უამრავი იდეა არსებობს, რაც შექმნის ჩვენს მუნიციპალიტეტებში თოვლაც და იმ პრობლემებს გადაჭრის და მოაგვარებს, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ. რა მითხარ, იცი? მე ხა ამაზე გამახსენდა. თქვენი გაკეთებული საქმე მითხარით, ერთ კურდღელაურში მაჟორიტარი რო ხარ, მესმის რო ხელისუფლებაში არ ახარ, მაგრამ შენი იმით რა ქვია აქტიურობით სადმე რამე ერთი წყლის მილი რაღაცა გზა აბა მითხარ ერთი ორი სკვერი რა ვიცი რაღაცა ცოტა უხერხულია საკუთარი მიღწევებზე მე საკუთარ მიღწევებზე საკუთარ მიღწევებზე ილაპარაკო მაგრამ ინდივიდუალური ქონდა ინდივიდუალური ცალკეული მცირე სახის პრობლემები რომლებიც მოგვარება გახდა ბრძოლით შესაძლებელი მაგრამ ეს არ არის ხელშესახები და ეს არ არის გიგიზე მეგელაპარაკე არის სადმე სადაც ისე მართლა თავის თავზე არ უყვარს კაცო აი 10 პრობლემიდან პირობითად 1 2 ხო რამოდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ძალიან კარგი შენ მითხარ გიგი არის ადამიანი რომლის ტელეფონიც არ ჩერდებოდა ხო მოსახლეობა ურეკავს სულ ვიღაცა ურეკავს რაღაცაზე რომ ეს პრობლემა მოსახლეობა ბიჭო თუ არაფერს არ უგეთები აღარ დაგირეკავს მართალი ხარ ხო ესე იგი რა ხან ურეკავენ ესე იგი რაღაცა თუ აკ ნოცნე რა ჯიგარია თუ ურეკავენ ესე იგი გააკეთებო თორე კი აღარ დაგირეკავენ ჩვენთან რაც შეეხება ჩვენთან ხარ ნამყოფი მოხურაში ჩვენ სოფლის მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ ქონდა ხო და ეს სტატუსი ძალიან ბევრ შეღავათებს ითვალისწინებს და ჩვენ ჩემი მეგობრების ახალგაზრდების ხარდაჭერით ჩემი ინიციატივით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ხოთა შორის ეს ცოტნემ შეძლო სანამ მაჟორიტარი არ გავხდოდი იქამდე მივახციეთ იმას რომ ტელევიზიები ჩავიყვანეთ ხელმოწერები შევაგროვეთ ძალიან ბევრი ვიაქტიურეთ ბევრი ვიღაცები დაგვეხმარა კიდევაც ხო და მივახციეთ იმას რომ ჩვენ სოფელს დღეს იმის მერე დღემდე აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი და ის გზები რაც ახლა ატაგებული მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაღალმთიანი სტატუსი მუხურამუჯიეთის და დამაკავშირებელი გზა ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად დადის ხოლმე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ პრობლემას ვერ მივახციეთ კიდე ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეც გამიყოლებს ხოლმე და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვაქვს ცნობენ აი ეგ საინტერესო რა არის ცი ეს რომელიმე პროექტი ხარ ჩამოსული ვარ და წერილი მაქვს მოტანილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა შევხვდეთ მთის დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომელსაც ყელში ვყავართ ამოსული და რავი ტელეფონზე არ გვასუხოს ამიტომ ჩამოვედი ხო გიგი გამოყვა ერთი მეც გამოყვა ერთი ხელიო რამესო პროექტო ამ კაცთანო ხო მე ხო რა თქმა გადამიჭრა ყველა პროექტები და წამოყვა ესეც ხო იქ შემოყვა და შევედით ამ კაცთან ჩაგეზიარა თელავიზი აბა რა და იქ თელა გომბორი და ესო არ შედისო თქვენ იმაშიო ვირაბს ოდის ამ კაცს ეკითხება მთის დეპარტამენტის უფროს ხო მთის დეპარტამენტი გომბორის საკითხებიო არ შედისო თქვენ კომპეტენციაში რომელ დეპარტამენტში კაცი გადარეულია მის კომპეტენციაში რაც შედის იმას ვერ აკეთებს და გააგდებენ სამსახურიდან ხვალზეგ და ეს ვიღა მომიყვანეო კაცო მე მითხრა ეხა გომბორი მინდა კიდეო და გომბორი ხო მაშინ გომბორს
ფორზე სამუშაოები მიმდინარეობდა და ძალიან გაჭიანურებული იყო როცა გაჭიანურებული იყო კი არა ერთი წელი არ აკეთებდა რაღაცა თელავის მერთან მინდა რომ მიშუამდგომლო კურდღელაურში 26-ე და 27-ე ქუჩების რეაბილიტაცია სასწრაფოდ საჭირო. ეგ თელავის მერ გასაცნობი გყოს. შენ იკისრე ჩვენ ჩამოვალთ. მზად ვარ. თუ ამას ეშველება თელავის მერთან შევივლით. ბატონ ანდრიაძესთან ხო? ანდრიაშვილთან. კი ბატონო. ერთი პრობლემა ავიღოთ მაგალითად ტყიბულში ერთი განსაკუთრებული პრობლემა, შენაიღე თელავში ერთი განსაკუთრებული პრობლემა. რაღაცა იცეთი რა. ტყიბულელებისთვის საინტერესო და გასულეთი პოდკასტი გავაკეთოთ, ოღონდ ადგილზე ჩვენი სტუდია მოძრავია, ფარდებიც მოძრავი გვაქვს, ეს მოძრავი, ვიტოც მოძრავია, თვითონ ვიტო შეუძლია რომ იმოძრავოს. წამოვა თავისი მიკროფონებით იმით წამოვალ და გავაწყობ და ხალხთან ერთად ჩავწეროთ რა, კონკრეტულ პრობლემაზე, ანუ შემდეგი ნაბიჯი იყოს რა. ძალიან კარგი თან არჩევნების ბოიკოტის კამპანიის ფარგლებში ჩავალთ, თან პლუს ამას ვიტყვით რომ 4-ში ეროვნული ყრილობა უნდა ჩატარდეს და ისინი თუ სპექტაკლს აპირებენ ჩვენ ქუჩაში უნდა ვიყოთ 100,000-ობით, ესეც გავიტანოთ რაიონებში და პლუს ამას ამ ხალხის პრობლემატიკაზე გავაკეთოთ პოდკასტები რა. მე ესეთ რამეს გთავაზობ, თქვენ კაი ხალხი, საქმიანი ხალხი ხართ და გავაკეთოთ ეს რა. დღევანდელი ანგარიში ჩემი აზრით, არ ვიცი როგორ გამოვაცხადო. ნიჩია რა, ხა შენ კი ეცადებ სხვა. ბოლო სხვათა შორის მე რაც ვნახე ტყიბული დაწინაურდა გიგიტელი. ისეთები გითხრათ არ გაეცი, მე ვერ მივხვდი რატო არ უპასუხე. რაღაცა იცის. ტყიბულში რომ ბევრად რომ ძიმე მდგომარეობა, აბა ეხლა არა ეს 100 ახლა ამას ვერ უარყოფ და განვითარებს დიდი პოტენციალიც რო აქვს უფრო ამას თანხდები ჩვენ 9 ჯვარზე ვიყავით მე და ძალიან მნიშვნელოვანი 9 ჯვარის დაერებაზე ამიყვანეთ ელავში და ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს მაგალითად 9 ჯვარზე არის საბჭოთა დროს იყო დაწყებული და როგორც ვიცი არ დასრულდა ეს საბაგირო იყო და მე მოიხდა ხო მოშლილი სანატორიუმების საბაგიროს უნიკალური პროექტი და ეგ აღსადგენია ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ეს საბაგირო შემდეგ აღვადგინოთ და ძალიან ტურისტული ობიექტი იქნება და ძალიან ერთი საინტერესო პროექტია კიდე ცოტნეს აბა პოლონეთში როგორც ვიცი ეს მოყევი პოლონეთში რომელი ქალაქი კატოვიცაში შახტა მოუყავი მაშინ ხო მოყევი ძალიან საინტერესო პროექტია და ესე იგი ლევან ჩვენთან შახტები ეხა ფუნქციონირებს რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე არ დახურული შახტებიც, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. ხო და აქ პოლონელებმა კატოვიცაში, რომელიც ასევე ტყიბულის მსგავსი მეშახტე და ქალაქია, ესეთ ინოვაციურ გეგმას მიაგნეს. ეს შახტები მიწისქვეშ, შახტა არის მიწისქვეშ 400 მეტრზე და არის გვირაბებით დაქცელილი, საიდანაც გამოტანილია უკვე მადანი და ახლა დარჩენილია გვირაბები, ხო? ახლა დახურულია შახტა. ჩასო შუშებში გააკეთეს ლიფტები და წარმოვიდგინეს შუშის ქვეშა შახტები გააკეთეს ტურისტული მიზნით. ესე მუზეუმი, შახტის მუზეუმად გადააქციეს დახურული შახტები. და ეს იმდენად ტურისტულად მიმზიდველი აღმოჩნდა კატოვიცაში. ძალიან ბევრი, მილიონზე მეტი ტურისტი მიიზიდა წელიწადში. და ამ პატარა ქალაქმა კატოვიცამ ეკონომიკურად, ესე იგი, წამოიდგა წელიო რო იტყვიან. ო და ფინანსური მოგება ნახა. ფინანსურად ძალიან დაწინაურდა. და ჩვენს ყიმულში ეს შეგვიძლია გავაკეთოთ აგერ მაგალითი გვაქვს. მართლაც ეს გეუბნები, რა კაი კაცია, რა კაი ხალხთან მოგვითიანდება. მე ვარ მაგ შახტაში ნამყოფი პოლონეთში, კრაკოვში ყავანთ და ხო. მარილის ველიჩკას ამბავი არ, მარილის საბადო იყო და ქვემოთ ჩადიხარ, 60 სართული ფეხით ჩადიხარ, გვირაბებში დადიხარ და შერჩენილია ის ძველი რამ ნედლაული და მადანი რასაც მოიპოვებენ და ეს ყველა შუშებშია ჩასმული ყველაფერი რა იქ თან ეხა ყველაფერს გიხსნეს გიდი ეხა პოლონეთში როგორც არის ხო ყველაფერს გათვალიერებინებს გიხსნეს როგორ მოიპოვებენ თან სათხარ შენ თვითონ რუკაზე ნახულობ მიწისქვეშ და ეს ძალიან მიმზიდველია თან ეხა გეოგრაფიულად საქართველოს ეს ტყიბულში გაკეთდება ახლო მიმდებარეთ ეს არც და არ არის და აქ ტურისტი რომელიც მოძრაობს ხო ტურისტი ყველა მოვა ეკონომიკური ეფექტი ექნება დადებითი აი მსგავსი ობიექტი არც და არ არის იგივე ინოვაციური ეს რესტორანი არ არის რომ ყველაფერს სამბიძე იყოს კი ნახე იგივე ინოვაციური პროექტები შეიძლება იყოს კახეთს და თელავს აქ პოტენციალი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კომბინირებული დაწინაურდა თელავში კომბინირებული განვითარების ხო ან სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ეს სამთავარი ჩვენთვის ხო და ნახე შესაძლებელი და ინოვაციური პროექტი შეიძლება იყოს რა უამრავი ციხესიმაგრე არის ძველი მიტოვებული რომელიც ინგრევა და ეს ციხესიმაგრეები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოკლედ წარსულს ვარდება ეს ყოველივე და ისე ინგრევა რომ რა ვიცი მკითხავი არავინ არ ყავს და რევიტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი და გეტყვი ხა რევიტალიზაცია რას ნიშნავს
ახალი ფუნქციის შეძენა, ხო? ის ციხესიმაგრები გამოიყენებოდა თავდაცვითი მიზნით ადრე. დაბაძზე რაც გაკეთა მაგალითად. კი, დღეს შეიძლება გადავაკეთოთ ეს ციხესიმაგრები მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებად. ეს ობიექტები შეიძლება გადავაქციოთ შატუებად. მათ შორის გადავცეთ ცალკეულ ინვესტორებს, ცალკეულ ბიზნესმენებს, კი, რომ ისინი თუ არ უნდა ძალით, რას კი არ გინდა. არა, დავასრულა. დავაგინდა ეს კი არა. ნახე არ უნდა. აიგრი არ უნდა და ტყიბული შახტების გახსნა, სად იყო? ჩამოვიდა მიშა და რა დახურული შახტები დახვდა. ცოტნე დავასრულა. ცოტნე დავასრულა. ეს გადავცეთ ინვესტორს შეთანხმებით, რომ ეს გადაეცემა მას იმისათვის, რომ ერთი აქ შექმნას ახალი ტურისტული ობიექტი და მეორე შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობა. ხო, კი, ბიზნესი. ხო, აი, მაგრამ ეს ეგეთი მართლა კლასიკური მაგალითია რაბათის ციხე. ეგ არის კლასიკა, მართლა რომ ფუნქციური იყო, დღეს რო ჩადიხარ არ ეჭვმაქ რომ იმის ნახევარი ტურისტები და ესენი არ დადიან, რაც ადრე იყო, იმიტომ რომ ბოლოს როცა ვარ ნამყოფი არ იყო მაინც და მაინც კარგ მდგომარეობაში, ხო, თუმცა მე თავიდან როცა ვიყავი 2012 წელს, ხო, მან ფანტასტიკურად იყო აწყობილი კაცო. ისეთი საინტერესო იყო თანამედროვეობის და სიძველის შერწყმა იყო რა. შენარჩუნებული თავისი კულტურული მემკვიდრეობა და ყველა აი სახეც, იერსახე, ყველაფერი შენარჩუნებული და პლუს ამას ახალი ფუნქცია მიცემული, სადაც ეკონომიკური ისიც იყო, რა ქვია, ინტერესიც იყო, ადამიანების დასაქმება ცხადია, ნუ ეკონომიკური ინტერესია და ასე შემდეგ, რა ტურისტული მიმართულებას და ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, კარგი დადებითი ფუნქციები შეიძინა. ხო და ეს იდეა კოცებს არ აქვთ. ეს мотиваცია არ აქვთ. კეთილ თელავში რა мотиваცია აქვთ? მაგალითად ერთი. არ ამტკიცებენ თელავის გენერალურ განაშენიანების გეგმას, რატო თუ იცი? იმიტომ რომ ქაოსურად ააშენონ ისე როგორც მათ. კი, ეხა შემოსულია დეველოპერი თელავში, უამრავი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. თელავის განაშენიანება მთლიანად აი დარღვეულია. სივრცის მოწყობა, განაშენიანება, იმის გამო რომ ცხეთაშიც იგივე შეგეთებენ, ცხეთაშიც და არაფრით არ იღებენ მაგას. კი, იმის გამო რომ ვიღაცები გამდიდრდნენ და სივრცში შევიდნენ ამ დეველოპერებთან. მისცენ უკონტროლო სამშენებლო ნებართვები და შემდეგ იშოვნონ მილიონები. უცვლად გეუბნები თქვენაირი ხალხი არ არის თქო კაცო, არც კოცებში, არც სხვა პარტიაში ენთუზიაზმით, ენერგიით, არ არსებობს თელავის გენერალური განაშენიანების გეგმა, დოკუმენტი არსებობს. აი, თელავი უყურს ამას ტყიბული. მე თელავის მიყვარს. თელ საქართველოს მიყვარს. მეც მიყვარს ტყიბული განსაკუთრებით მუხურა დიდებული სოფელია, დიდებული ხალხით. ჩემო კარგო ადამიანებო, მე მგონი დღეს ასე თუ ისე დღევანდელი დღესე დავხუროთ, მოვიმზადოთ შემდეგი პოდკასტისთვის, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ და უყურებდით და აქამდე მოყვებით, იცოდეთ რომ თუ არ გამოიწერთ არხი შეიძლება რამე ჩამოგეჭრათ. ამიტომ უფასოდ თუ გინდათ რომ უყუროთ ჩვენ პოდკასტს გამოიწერეთ. არაფერი არ ჩამოგეჭერათ, მაგრამ გამოიწერე, ბიჭო, გამოიწერე, რა შეგვჭამეთ, რო გვიყურებს 400,000 ადამიანი, გამოწერეთ რა, დააკლიკეთ მაგ რაღაცას, ზარიც გააქტივროთ. ეხლა ბოლოსთვის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ უნდა მოვყვე იმ საქსტატის ინფორმაციის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა და მინდა ჩვენ YouTube-ის მაყურებელს შეკითხვა დაგისვათ და გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. ესე იგი, საქსტატი ამბობს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა და გახდა 2170 ლარი. ანუ საქსტატი გვეუბნება, რომ ეხა ვინც გვიყურებთ, შეიძლება გაქვს 300 ლარი, მაგრამ ეს გეუბნება, რომ 2170 ლარი გაქვს. არ დაიჯერო, რომ 300 ლარი გაქვს, 2170 არის შენ, მაგრამ გაქვს. ქალაქების მიხედვით ჩამოვთვლი და გამოგვეხმაურეთ შესაბამისი ქალაქის მაცხოვრებლები. მაგალითად, ქალაქ თბილისში ამბობენ, რომ საშუალო ხელფასი არის 2543, ანუ საშუალოზე ბევრად მაღალია და არის 2543 ლარი. მცხეთა მთიანეთში არისო 1900 ლარიო, ქვემო ქართლში 1800 ლარი,
აჭარაში 1700 ლარი საშუალო ხელფასი, სამეგრელოში 1400 ლარი, კახეთში 1378, ნუ 1400-თან ახლოს, გურიაში ყოფილა 1354 ლარი, მანამდე არა გიდგეთ გვერდები. იმერეთში ყოფილა 1321, გურია უფრო მდიდარი ყოფილა ბატონო, იმერეთი წყალწაღებული ხართ სახსტატის მონაცემებით. შიდა ქართლში 1300 ლარია საშუალო ხელფასი და რაჭა აფუჭებს თურმე სტატისტიკას 1100 ლარი არის რაჭაში საშუალო ხელფასი. თორე 2500 თბილისს რო გავყოლოდით და გურიას რო გავყოლოდით და სტატისტიკა არ გაეფუჭებინა რაჭას, გვექნებოდა ესე იგი 2300 და მეტი. 2170 ლარი. მოკლედ მოგწერეთ, დააკომენტარეთ, რამდენ ადამიანს გაქვთ ეს საშუალო ხელფასი ამ რეგიონების თუ ქალაქების მიმართულებით გითხარით. ამ სტატისტიკაში ერთს ვეთანხმები, რომ კახეთში უფრო მაღალია საშუალო ხელფასი ვიდრე იმერეთში. ნუ ორი ხოლოდ დასრულდა და ასევე მეთანხმება, რომ იმერეთში უფრო მაღალი იქნება ვიდრე კახეთში. აი, მაშინ ნახოთ. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებები ბიჭებო. მადლობა შენ. კარგი იყო.